ბატონო ვიქტორ, სხვაებიც დასვამენ კითხვას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია განმარტოთ. მე გავიგე თქვენ რაც თქვით, გასაგებია რა იყო თქვენი სტრატეგია და ტაქტიკაც, მაგრამ ბევრმა შეიძლება ვერ გაიგოს. ანუ თქვენ რომ გადაწყვიტეთ მიუხედავად იმისა, რომ მუქარის ქვეშ და პირობით მოგცეს უფლება საკუთარ სამშობლოში დაბრუნების. არა და არც ერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის მიხედვით ჩვენი კონსტიტუციის თანახმად არავის აქვს უფლება აუკრძალოს ქვეყნის მოქალაქეს შემოვიდეს საკუთარი მოქალაქეობის ქვეყანაში. ამას გიგრძელავდნენ. შემდეგ შემოგიშვეს პირობებით და დათქმებით და რასაც თქვენ შეძლების დაგვარად ასრულებდით, რომ ოჯახი არ შეგეგდოთ საფრთხეში, პოლიტიკური პროცესიც მკვდარი იყო სრულად და ეს მეც მინდა დაგიდასტუროთ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ მე შემოვდივარ პოლიტიკურ ველზე და იქ უკვე გაგვაერთიანა და გამარჯვებას მიაღწია მან. ამ დროს თქვენ გადაწყვიტეთ ჩაერთოთ ისევ პოლიტიკურ პროცესში. დიახ. ოცნების შეიძლება ამ დროს ფორმალურად დაფუძნებული არ იყო, მაგრამ ივანიშვილის წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს და სხვებს შეხვდით და შეუთანხმდით ხელისუფლებისგან ფარულად, იმიტომ რომ საშიში იყო იმ დროს ღიად მოქმედება, რომ თქვენ ებმებოდით სვანეთში, ზემო სვანეთში, მათთან ერთად, ანუ ივანიშვილთან ერთად პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ომში რომ მიდიხარ და დაცულობაც უნდა უზრუნველყო, ხო, სანამ ისვრი. აი ამ დაცვად თქვენ მოიფიქრეთ ესეთი სატყუ არა, კი ბატონო, ესე რომ სააკაშვილისგან თავი დაგეცვათ, კი ბატონო. ამ სატყუარად თქვენ მიიჩნიეთ გიორგი თარგამაძე და მისი KDM, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. დაუწყეთ გიორგი თარგამაძე საუბარი, რომ მომეცი უფლება შენგან ვიყარო კენჭი, კი ბატონო. ალბათ იმ ვარაუდით და რომ დავიდასტუროთ. იმ ვარაუდით, რომ გიორგი თარგამაძე პირდაპირ იყო ნაციონალურ მოძრაობაზე მიმული, ის რაც ფაქტები ამას მოწმობს, სავარაუდოდ გაურიგდა სააკაშვილს იმედის დარბევის და უფრო მანამდეც, როდესაც ბადრი პატრაკაციშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილი ჩანაწერი მან არ გავრცელა და ამით ჩაიდინა პრაქტიკულად ღალატი, გაურიგდა სააკაშვილს, რომელმაც შემდეგ გამოაცილებინა სპეცრაზმსის თავისი პიჯაკებით იმედიდან, შეუქმნა პარტია, აფინანსებდა ამ პარტიას ხელისუფლება და სახელისუფლებო ბიზნესი. ქრისტიან-დემოკრატებს. უკეთეს დაცვას რას ვნახავდი? ხო, თქვენ მიიჩნიეთ, რომ ეს იყო დაცვა, რომ გიორგი თარგამაძე მაშინვე ამას გადასცემდა ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალური მოძრაობა იფიქრებდა, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ რეალური დაპირისპირება კი არ გადაწყვიტა, აგერ ჩვენ მიერვე გამოგონილ დანიშნულ ოპოზიციაში მივიდა და იქიდან აპირებს კენჭისყრას და ეს არ იქნება საფრთხე. და თქვენ სინამდვილეში რეალურ დაპირისპირებას ამზადებდით სვანეთში ივანიშვილის ხელმძღვანელობით სააკაშვილთან. სწორად მესმის თქვენი სტრატეგია და ტაქტიკა. სწორად აღწერე. ეს შეიძლება ასეც იყოს დასკვნაში მოყოლილი სწორად მოვყევი? ეგრე იყო. ეს არის ფაქტები. ეგრე იყო. ის რასაც თქვენ აკეთებდით. ეგრე იყო. ანუ ჩვენ მაშინ გვყავდა ქვეყანაში სააკაშვილის მიერ დანიშნული ოპოზიციონერები გიორგი თარგამაძის სახით, რომელიც გვაფიქრებინებდნენ, რომ ვითომ ებრძვიან რეჟიმს. მე ვიცოდი ხალხო. ასე იყო თუ მე მგონია, რომ ასე იყო. აბსოლუტურად სწორი ფორმულირება.